შული რუსული პროექტი იყო და საერთოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აფასებენ, რომ დღევანდელმა პროცესმა აჩვენა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეკერილი საქმეები FSB-ს დაკვეთით არის სწორედ შესრულებული. ეს არის ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა დღეს სასამართლო პროცესზე, მას შემდეგ რაც 7 ნოემბრის საქმეზე გამოიკითხა ზურაბ ნოღაიდელი. რას ამბობენ პოლიტიკოსები, ამას ახლა ჩვენი მაყურებლები მოისმენენ. პრინციპში დაადასტურა, რომ პატარკაციშვილი ეს იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ფული იშოვა რუსეთში, ნოღაიდელმა. ჩემთვის ასევე სიმართლე გითხრათ, ეს დეტალი მე არ მახსოვდა, რომ პატარკაციშვილი ითხოვდა საქართველოს რკინიგზას, ეს დაადასტურა ნოღაიდელმა. რუსული კვალი არის ყველგან. ანუ რუსეთი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაში და მაგალითად ერთი დეტალი ასევე, რომელიც მეც არ ვიცოდი ჩვენებაში რო იყო, ეს არის რომ რაღაც 4 ნოემბრის თათბირის შესახებ ინფორმაცია გამოუტანია ვასილ მაღლაფერიძეს და ესე იგი ამაზე აგებულია სასამართლოში ეს ნოღაიდელის ჩვენება. სკანდალური იყო ის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოღალატეს შეახსენა, რომ ის პუტინს ეახლა მას შემდეგ, რაც პუტინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა ქვეყნის დაპყრობის და დამონების განზრახვით, მაგრამ ეს ვერ შეძლო პუტინმა 2008 წელს, იმიტომ რომ ქართულმა ჯარმა გამოიჩინა გმირობა და იმდროინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახით დაიცვა საქართველოს ეროვნული ინტერესი ნაცვლად იმ ნაძირალა მოღალატისგან, რომელიც შემდგომ პუტინს ეახლა კარზე და მისგან დარწმუნებული ვარ დავალებები მიიღო. მთელი სცენარი პრეზიდენტი სააკაშვილის დატყვევების და მისი გასამართლების პუტინის მარიონეტული რეჟიმის ხელით ივანიშვილის რეჟიმის სახით არის ნამდვილად კრემლში დაწერილი. პუტინთან რომ ამის დასალაგებლად ჩადიხარ, ესე იგი ყველაფერი აქეთა მხარეს ყველაფერი გინდა დათმოე. ამას გულისხმობს ქოცური დალაგება, იმიტომ რომ პუტინისთვის დალაგება არის, რომ შენ სახელმწიფოებრიობა ჩამოგართვას და გმართოს როგორც გუბერნია. აი მაშინ დალაგდები ბჭყალებში პუტინთან და შესაბამისად ვინც კი ახსენებს მაშინ 15 წლის წინ ან დღეს რომ პუტინთან და რუსეთთან დალაგდება, სწორედ ამას გულისხმობს. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავადაც ამბობს, რომ დიახ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. მისი პრეროგატივა იყო, გადადგა კიდევაც საპრეზიდენტო არჩევნებიც დაინიშნა და მოწმე ნოღაიდელს ამის იქით არც არაფერი არ მოუყოლია. პოლიტიკური შეფასებების გარდა გაკეთდა სამართლებრივი შეფასებებიც. ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე ზურაბ ნოღაიდელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია იმის დამადასტურებელი, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ისინი ახსენებენ სასამართლოს და ახსენებენ პროკურატურას, რომ თავად ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეროგატივა იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ჩვენება, რომელიც ნოღაიდელმა სასამართლოს მისცა არის ირიბი ჩვენება. მოწმემ დაადასტურა, რომ რეალური წინაპირობები იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც 7 ნოემბერს ვიხილეთ არსებობდა, უბრალოდ ამის შესაბამისი ფორმალური საკანონმდებლო აღსრულება იყო არასწორი. ანუ შინაარსთან არ აქვს პრობლემა, უბრალოდ აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ ეს რაღაც მოვლენებს წინ უსწრებდა, ანუ იურიდიულ დოკუმენტაციას წინ უსწრებდა. მან ჯვარიდინი დაკითხვის დროს დამიდასტურა და მკაფიოდ მითხრა, რომ ფორმალური მხარე იყო აცდენილი იმას, რაც განხორციელდა, თორემ საფუძველი იმის, რაც განხორციელდა, არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში ბევრი მოღალატე და რუსეთთან მოთანამშრომლე ადამიანები ახსოვს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ძალიან ძნელი ამ ადამიანებისთვის შეხსენება მათი წარსულის და მესმის რომ ემოციები არის, მაგრამ მათ ისტორიამ ზუსტად ეს სახელი დაარქვა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს გააჟღერა დარბაზში. ამიტომ მე არ მიკვირს, უფრო მეცაც ველოდებოდი, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი შეიკავა და აღარ მისცა უფლება სხდომის ამ ფორმაში გაგრძელების. ამიტომ არც ერთ სიტყვაში არ მიმაჩნია, რომ კრიტიკული დამოკიდებულება უნდა იყოს. მე მესმის ძალიან რთულია, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ ხარ რუსეთის აგენტი და მუშაობდი რუსეთის სასარგებლოდ, ამის მოსმენა.
მაისის ბოლოს გაგრძელდება ხმაურიანი სასამართლო პროცესები 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება ძალოვანი უწყება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.